რაც გინდათ, აი ესეთი ტოლმა ვაზის ფოთოლში მოამზადოთ სანდროსგან და აი მერწმუნეთ, შოკირებულები დარჩებით, ისეთი გემრიელია. ბოლომდე უყურეთ ვიდეო. სანდრო როგორია? სანდრო უკვე აგემოვნე. სასწაულია. აი ნამდვილად სასწაულია. ნახეთ, აღარ უნდა სანდრო ერთი წუთი. აი ნახეთ როგორ გამოიყურება. ოჰო. ტოლმაც არის და ტოლმაც მიყვარხართ. მოგესალმებით, მე და სანდრო მოგესალმებით და ბედნიერ შაბათ დღეს გისურვებთ ყველას. დღეს გადავწყვიტეთ მე და სანდრომ გემრიელი ვახშამი მივუძღვნათ ერთმანეთს, იმიტომ რომ ორივე სახლში ვართ, შაბათი დღეა და სანდროს იდეა იყო, რომ მოდი გავაკეთოთ, ვინაიდან ტარხუნა არის შემოსული, ტოლმა ვაზის ფოთოლში. რომელიც არის ქართული ყოველთვის ვიტყვი, მაგრამ ტარხუნით გვინდოდა ჩვენ. ხო, პირველ რიგში ნახეთ რა გააკეთა თვითონ ფოთლები დაუფინეთ, რატო არის იცით ტოლმა ჩვენი, აი ეს ვაზის ფოთლის, იმიტომ რომ პირველი ვაზის ქვეყანა ვართ ჩვენი და მე დაიბრალეს ბევრმა სიარა და ვაზის ფოთოლში ტოლმა ნამდვილად ქართულია. ეხლა ვინაიდან ტარხუნა არის შემოსული, ჩავაწყე ტარხუნა, აქ გვაქვს გამზადებული ფოთლები, რომელიც ნავთლუხის ბაზარში ჩვენი გამომწერისგან უყიდია და აქედან მივესალმები და საუკეთესო ვაზის ფოთლები მოგვცა, ნახეთ როგორებია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მაქვს ჯიჯი ჰაუსის ამბანი გადაფარებული და ნახეთ როგორია ის სასწაული სუფრებია და როგორ უხდება დღევანდელ სუფრას. გაგიმარჯოს სანდრო, ჯანმრთელი იყავი, ბედნიერი იყავი, გაგიმარჯოთ, კარგად იყავით. და მინდა სანდრო როგორ კმაზავს, აი ნახეთ, ეხლა ყველაფერი ეს მომზადების პროცესია. ხო, არის, მაგრამ სიტყვი არის, მაგრამ სიტყვია თაგიხსნით. ხო, რა გაქვს აქ, აბა მიდი, ესე იგი, შერეული ფარში, რა თქმა უნდა. შერეული ფარში. აი, ხო. მაქვს ცოტა ქინძი, ცოტა ოხრახუში, პეტრუშკანუ, ცოტა ბატონო. კი ბატონო, ხახვი რა თქმა უნდა. ხახვი რა თქმა უნდა, წითელი ხახვი გავუკეთე, ორი საშუალო თავი, თეოსუნელებიდან დავამატე ცოტა ქონდარი. და თეოსუნელებს აქვს სიახლე, ჩემო საყვარელო გამომწერებო, გაიხსნა ზუსტად ვაგზლის მოპირდაპირე მხარეს, ადრე რო ციგნების ბაზრობას ეძახდნენ, წინამღრიშვილის 194-ში და აუცილებლად მიდით და აი ეს ბრინჯი, რომელიც აი ძალიან მაგარია, რა ქვია ამ ბრინჯს? ეს ბასმათის ბრინჯი, რომელიც ყველგან 200 გრამი ღირს რაღაც 12 ლარი თუ ძალიან ძვირი, თეოსთან იყიდით 5 კილოიან შეფუთვაში 25 ლარად, ანუ კილოს 5 ლარად. და კიდე რა არის, აბა მწვანილებიდან მითხარი, სუნელებიდან რა დაამატე? ცოტა ქონდარი დავამატე, ცოტა სუნელები. თეოს სუნელია, ქონდარი. კონა გავყავე შუაზე. ეს როგორც ვაჩვენეთ ჩვენს მეგობრებს გამომწერებს. ნახევარი ჩაუფინე აქ ვაზის ფოთოლთან ერთად და ნახევარი მეტი არა აქვს ტარხუნა. მეგონა რომ ბევრს გავუკეთე. არა, არ უნდა დომინირებდეს, იმიტომ რომ ისედაც აქაც ნორმალურად აქვს, ამიტომ აი ეს არის აი ზაფხულის, ასე ვთქვათ, ხო, სანდრო? მე ვიზამ. მე მეშინიავი. რამდენი არის მითხარი კილო აქ ხორცი? კილო ნახევარი არის, ხო? მაშინ აი ეს სავსე უნდა გავუკეთოთ. დაჭირდება მარილი და სანდრო ეს დამიჭირე და თქვენთან ერთად კარგად ეხლა ხელით ესე გემრიელად მე ხელით მუშაობა მიყვარს როგორც უნდა შეიგრძნო ყველა ინგრედიენტი კარგად ესე ამ ურასურნელი წამოიღო სანდრო შენ გაიხარე უმხეცესი ნახე რა მაგარია ეხლა ამას კი აუცილებლად ეგ არის კარგად უნდა ვცემო კიდევაც ჩემი ფარში და კარგად ცოტა კი არა კარგად უნდა სანდრო ამას წყალი იმიტომ რომ ასევე რო ჩადოთ გამოგივათ ხორცი იქნება მოიხარშება მაგრამ იქნება ამ სუბუქი არ იქნება ამიტომ ჩემგან დაიმახსოვრეთ რომ ხო, აი ძალიან ცუდი იქნება, ამიტომ ამას დაჭირდება ახლა სანდრო მოიტანე და ცოტა მასქენი ვაჩვენოთ როგორი კონსისტენციის უნდა იყოს. მოიტანე, დადი იქით. მიდი. წვიმდი გამოდის უფრო კარგი. მიდი და მე გეტყვი როდის უნდა გაჩერდე. მიდი.
არა, ვიცი მე რამდენი ხელით ფუძნობ, იმიტომ ხელთათმანი გააჩერე, ხელთათმანი, იმიტომ არ მიკეთი. აი უნდა იყოს აი როგორიც, აი ჰაეროვანი უნდა იყოს, ერთი წუთი. всё, მეტი აღარ უნდა ამას სანდრო. ოდნავ, всё. ეხლა აი ეს მარილზე აუცილებლად უნდა გავსინჯოთ მე და სანდრომ, რომ მე ზემოდან ხო უნდა გავუკეთოთ ის სანდრო უკეთებს ჯადოსნურ რას ვასხავ ამ შემთხვევაში მარილწყალს გავაკეთებ და ცოტა ტომატს გავუკეთებ. ოდნავ ტომატი ხო უნდა მაინც ფერისთვის. ხო, უფრო ჩუმად. უფრო გემოსთვის რა მე რა ვიცი ესემ სიამოვნებს ატომს. ხო. და ეხლა ამას გავსინჯავ და უკვე დავიწყებ მოხვევას და დაგიბრუნდება. მარილზე გავსინჯე და აინახეთ როგორია. აი ესეთი ჰაეროვანი უნდა იყოს. ნახეთ აი ფარში არის უგემრიელესია ხო სანდრო ფარში და ათასნაირად ახვევენ. აი შიდა მხრიდან პრიალა უნდა იყოს ხო იცით გარედან. ყველაფერს აქვს თავის წესი ყუნწები რა თქმა უნდა მოვაჭერით და აი ესე. ეხლა უყურეთ არის 1000 შესახვევი, მაგრამ მე მაინც რა ვქნა მირჩევნია რომ შენ ოსტატობაზე ხა დამიშენ გამოგიდგა. ეჭვი გეპარება სანდრო. აი და აი ესე ხელით მირჩევნია რა ვქნა, აი ესე ძალიან წვრილები თურქები მაგალითად აი ძალიან წვრილს აქვს. აზერბაიჯანელები სხვათა შორის. მე მიყვარს ქართველები აი ესეთი უნდა იყოს ბალთავური და ბარაქიანი და ნახეთ და ეს ქვაბიც არ დაგავიწყდეთ რომ ჯიჯი ჰაუსის უჟანგავი ფოლადია ნანოტექნოლოგიით დამზადებული ჯანმრთელობისთვის ძალიან უსაფრთხო და შეგიძლიათ ჯიჯი ჰაუსში აქვთ ხომ ამ ქვაბებზეც კი არის ხომ კარგი ფასდაკლება. წავიდა ეხლა მეორე და აი ესე კიდევ აჩვენოთ აი ესე ნახე ცოტა ბევრი ხო არა ხო ნუ გამოვტენით აი ესე და აი ესე ლამაზად შევახვევ ჩვენს დღეს ძალიან კარგი სადილი ვახშა მიგელოდება სანდრო. აი ესე. თუ გაკეთდა მალე კი. ძალიან მალე გაკეთდება, აი ესე. აი ესე გადავავსებ ქვაბს და დაგიბრუნდებით. ძალიან მალე სწრაფად შევახვიე, აი ესე. ბატონო და ეს ოჯახური ტომატი მოვასხავთ ეხლა. ხო, ბევრი არა დაახლოებით აი ესე იყო. ხო, რაღაც 150 გრამი. უხდება ფერზეც უხდება და ჩვენ ყოველთვის უკეთებთ. და ეხლა დავაფაროთ თავისივე ფოთლები იყო, ყუნწიანები უკვე. ყუნწია მოატრიალე და ისე? მოატრიალე იქ. ტრიალა გინდა? არა, ყუნწი ესეა და იმიტომ ესე და. კი ბატონო. მოატრიალე. თავისივე ფოთოლი დავაფაროთ ესე კარგად. მოაფარებს ეხლა დააფარებს და დაგიბრუნდებით. რაც დაგრჩებათ მოკლედ არასდროს არ გადაყაროთ ფოთოლი და აი ბლომად ზემოდან აი ესე თავსახურივით ბლომად დააფარეთ და ეხა სანდრო ადუღებულ თამამად უკვე იმიტომ რომ არაფერი აღარ მოუვა შეხვეულ ტოლმას, იმიტომ რომ თავსახური აქვს თავისივე იმით ფოთლით გაკეთებული და ადუღებულ ქაფქაფა მარილიან წყალს დაასხავს და სადღაც 9 საათში დაგიბრუნდებით და დაბაცეცზე 9 საათით შემოვლავთ და 9 საათში ჩვენი ვაზის ფოთოლში ტოლმა ხათოს და სანდროს რეცეპტით მზად იქნება და დაგიბრუნდებით. ესეც შედეგი ბერწმუნეთ სასწაულია, სასწაული.